ვენის მკვიდრნი არ არის, გერმანელებმა ჩამოიყვანეს თვითონ აქ. ქუჩაში დადიან და ფერია. ვენის მკვიდრი ნაცისტი ვერ იქნება, ვერ. მართალი ხარ? მართალი. მართალი ვარ. მართალი. ვენის მკვიდრი ნაცისტი ვერ იქნება. მაგრამ მე აი აქ უარესი ძარცვა და დამცირება ვნახე ვიდრე თქვენ გერმანიაში. ერიკ ემანუელ შმიტი, სტუმარი. მოქმედების ადგილი ვენა. მოქმედების დრო 1938 წელი, ფაშიზმის აღზევების ხანა. ამჯერად რას უყურებთ წიგნებს? ისე დაწვავთ, როგორც მამაჩემის ნაშრომები დაწვავთ. ანა, პატივი ეცი პროგრესს ძალიან გთხოვ. შუა საუკუნეებში მე დამწვავდნენ. ახლა ჩემს წიგნებს დაწვავენ, ასე არ არის, ბატონო კაპიტანო. იცით, ამის გაკეთება გვიან არასდროს არ არის. ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილს ნაცისტები აპატიმრებენ. სასოწარკვეთილებაში მყოფ მეცნიერს უცნობი სტუმრობს. მას არც სახელი აქვს, არც გვარი, არც მშობლები ჰყავს. არის ცნობის მოყვარე, ეთაყვანება ფროიდს და მასთან საუბარი სურს. ხომ არ გვესაუბრა? სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებლის გადასაწყვეტია, ვინ არის უცნობი, ფსიქიატრიულიდან გაქცეული პაციენტი ვოლტერ ობერსეი, მსახიობი, რომელიც მომავალში დაებადება, თუ ღმერთი. არ გვინდოდა რომ დაგვეკონკრეტებინა რომ ეს არის ან ღმერთი ან ის ადამიანი რომელიც საგზეთიდან გაიქცა. აი მოდი არ მივცეთ კონკრეტიკა თავიდანვე ესე ვთქვით და რაღაცა ესეც გამოვიდა. თუმცა რა თქმა უნდა ახლა მაყურებლის უმეტესობა ამას ამ სტუმარს აღიქვავს როგორც რაღაცა ღმერთს. ასე რეგულოქროი. ვისაც როგორ სურს ისე ხედავს. რა არ ვიყავ ეჭმოკროი. წითური ხო ვიყავ. ქერაც ვიყავ, 10 ხელი ხომ მქონდა. ერთხელ ქალიც ვიყავ. სტუმარმა ყველაფერი იცის ფროიდის შესახებ. ისიც კი იცის, როგორ აღმოაჩინა საკუთარი თავი 5 წლის ასაკში. იცის, რომ მალე დატოვებს ავსტრიას და ლონდონური გაზაფხულით დატკბება. იცის, რომ მუშაობს წიგნზე მოსე წინასწარმეტყველის შესახებ. თქვენ როგორც ვატყობ სამეცნიერო ლიტერატურასაც კითხულობთ, რა? ლიტერატურას დაარქივთ. უცნობი პატარა სასწაულებს სჩადის, სანთელს აქრობს და ოთახის სინათლით ივსება. ფროიდს ფოტოსურათზე მიანიშნებს და გადარჩენაში ეხმარება. მერთო ჩემო, ცხვირი, საოცარია რომ მე უფრო სწორი ცხვირი მაქვს ვიდრე თქვენ და ებრაელი მაინც მე ვარ. ფულს ვერასოდეს ვაგროვებ, მაგრამ ებრაელი მაინც მე ვარ. არასოდეს ვიმოდი სინაგოგაში, მაგრამ ებრაელი მაინც მე ვარ. თქვენს არავის უყვარს. თქვენ ნაცისტები ხომ არც იმას არ ამბობს, რომ ღმერთი არ არის, მაგრამ არც იმას ამბობს, რომ ღმერთია და ამიტომაც ეგ იყო ძალიან საინტერესო, რომ მაყურებელს ვის როგორი შთაბეჭდილება დარჩებოდა. ეს კაცი ვინა იქამდე სანამ არ შემოვა ნაცისტი და არ იტყვის, რომ დაიჭირეს ის ადამიანი, ვისაც პიესას თქო წაკითხული არ აქვს, ვინ არის მაშინ. და რჩება ბოლო ვარიანტი ალბათ ის ვისიც გვწამს. ვინც პიესა იცის, მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდება სპექტაკლის რეჟისორული გადაწყვეტა. იდუმალი სტუმარი აქ ბავშვივით გულწრფელია.
ცნობის მოყარე, მუდამ მომღიმარი, მხიარული და ამავდროულად ღრმად მოაზროვნე. ფილოსოფოსი და წინასწარმეტყველიც. რა თქმა უნდა, კი, შეიძლება ღმერთს კონდეს ბავშვური ხასიათი, ხო? პიესაზე მუშაობის დროს საუბრობდით მე და კოკო ამაზე, რომ ღმერთი არ შეიძლება კი არა და უფრო სწორად რო აღნიშნო ეს არის არ უნდა იყოს რაღაც წვერებიანი პაპუა, რომელიც ზემოდან გვადგას თავზე და რაღაცეებზე მიგვითითებს, არ ვიცი, ესე კონკრეტულად ბავშვის სახისკენ არ წავს უართ, მაგრამ ხო, რატომაც არა, ღმერთ შეიძლება კონდეს ბავშვის სახე და ბავშვური გულწრფელობა, რადგან ბავშვი გულწრფელი ყოველთვის მართალია. ალბათ იმდენი ღმერთი არსებობს, რამდენი ადამიანიც არსებობს, ხო? ყველას თავისებურად წარმოუდგენია. მე რომ ვთქვა, როგორი წარმომიდგენია ღმერთი, ხო? ეს რაღაცა არ ვიცი, შეიძლება ბევრისთვის გაუგებარი იყოს. ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა რწმენა და ურწმუნოება, სიკვდილი და სიცოცხლე, სიკეთე და ბოროტება, უცნობი ნახევრად ხუმრობით, ორაზროვან პასუხებს იძლევა. რატომ არ წავიდეთ ამ გუდელთან, ან დრამიდან? თაყვანის ცემათან საუბარზე მოსაწყენი არაფერი. არა, და თანაც მე გაწნებული არ ვარ, რომ ხდელი თქვენზე უკეთ გამიგებ და ეს ხალხი ისე მიეჩვია შესაძლებლად ჩემების მიცემას, რომ პანდაკა გარისხებული ვარ. ჩემს რატო გოხვიდით? გინდათ რომ მომაქციო? მე თქვენ არ გაგცემთ. ჩემი აზრით ის, რასაც საუბრობს ღმერთი და რა ფორმითაც საუბრობს, მისაღები არის ლოგიკურად. იმიტომ რომ ისეთ თემებზე საუბრობს, რომ ეს რო იყოს ყოფითი და ეს რო იყოს სერიოზული, ისედაც ყველამ ვიცით. და ჩვენი მიზანი, ასე ვთქვათ, ზუსტად ის იყო, რომ იმაზე გემახვილებინათ ყურადღება ამ ფორმით, თუ რას ესაუბრება ეს ღმერთი, ვისთვის როგორ. ზოგისთვის ღმერთი, ზოგისთვის მეზობელი და ზოგისთვის სტუმარი, ასე ვთქვათ. როდის გაიცანი ექიმი პროექტი? როდესაც პირველად შევხვდი, მან მითხრა, მე ვარ ზიგმუნდ ფროიდი, მე ვარ 5 წლის და მე ვარსებო. ეს წამი სამუდამოდ გამახსოვდა. მაგრამ ფროიდი გვეზე უფროსია, თქვენ რამდენი წელია? მე ასაკი არ მქვს. მაგრამ თქვენ მაშინ დაბადებულიც კი არ იქნებოდი. მართალი ბრძანდები, არ ვიყავი დაბადებული. საიდან გახსოვთ თქვენი სიტყვები, ჩემი სიტყვები, რომელსაც მე ვამბობდი, საიდან უნდა გახსოვდეთ დაბადებული? მე არსად არ ვიყავ, როდესაც თქვენი სიტყვები გავიგე. არც შორს, არც ახლოს. ეს ფორმა იყო სამუშაოდ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის, როდესაც და რეჟისორებისთვისაც, როდესაც ეს მოვიფიქრეთ და ვთქვით, რომ ესეც ვცადეთ, ძალიან ბევრი ფერი წამოიღო ამან და წამოიღო ისე ვთქვათ, ის ვერსია, რა ვერსიაც მართლაც რომ არსად არ გაკეთებულა, რომ ღმერთს ძალიან დიდი იუმორის გრძნობა გააჩნია და ცდილობს რომ შეუმსუბუქოს ადამიანებს ის პრობლემა, რა პრობლემას ისედაც აქვს და სერიოზულად არც კი ესაუბრება ამაზე, რადგან უფრო არ, იმიტომ რომ იცის ადამიანის ფსიქოლოგია, როგორ არის მოწყობილი და რანაირად. ასე რომ ეს არის. ღმერთს მოსწონს ადამიანის სხეულში ყოფნა, ცეკვა. უყვარს მუსიკა და მოცარტი. ძალიან ლამაზი ხარ. იცია? ეგ მსახიობის სახეები, რომელიც თქვენი სიკვდილის შემდეგ დაიბადება თუმცა კითხვა მქონდა რომელი მსახიობი ხარ? ის ვინც ვარ. ასე. იდეაში სახე, ანუ ეგეც იუმორში გავატარეთ სამაგიდოზე, როდესაც იუმორში რა, იდეაში სასაცილო გამოვიდა. იუმორის თორე ლოგიკურია. ის მსახიობი ვარ მე, ვინც ფროიდის სიკვდილის შემდეგ დაიბადა. მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს მის ვინაობასთან. მოდუნდით, უყურეთ, მოდუნდით, გეძინებათ, მარჯვენა ხელის აწევა გსურთ, მაგრამ ვერ წერთ. მოდუნდით. მუშაობის დროს წარმოიდგინეთ, თქვენ რო შეხვედროდით ღმერთს, როგორ იქნებოდა ეს? დიახ, რა თქმა უნდა. და მე სხვათა შორის გავიარე დიალოგი, ასე ვთქვათ, მუშა პროცესში, იგივე დიალოგი, ოღონდ მის ადგილას რომ მე ყოფილიყავი. და სხვათა შორის მორგებაში, აი ამ ფორმის ეგ უფრო დამეხმარა, რადგან მეც ესე ვთვლი, რომ ღმერთს უდიდესი იუმორი გააჩნია და ის ფორმა, როგორც წარმოვიდგინე, რომ ესე შეიძლება ესაუბრა ჩემთან, მივხვდი რატომაც შეიძლება ესაუბრა ესე ჩემთან. იმიტომ რომ ის რაც მაწუხებს, ესე ვთქვათ,
ამაზე რომ ესაუბრო ღმერთს და ღმერთმა ძალიან ისე მითხრას მე არ ვიცი ალბათ უფრო სულად გავხდები მით უმეტეს რომ იცი რომ ღმერთი გესაუბრება ამას და როდესაც იცი რომ დარწმუნებული ხარ რომ ღმერთია და გესაუბრება ესე რა პრობლემაც არ უნდა ქონდეს ჩემს გიქარწყლდება იმიტომ რომ ღმერთი ხარ შენ მეუნები ესე კი ეგრე თვითონ ავტორს რო დაუბრუნდეთ ერიკ ემანუელ შმიდტიც მე მგონია პირადად რომ ისიც მარტივიანი წერს ამ ყველაფერს ის არ გადმოცემს რაღაცა ლიტერატურული ჩარევა არა აქვს ძალიან დიდი შიგნით და აქედან გამომდინარე ჩვენც ვთილობდით რა თქმა უნდა ეს ტექსტი არა მძიმედ რა სიმძიმედ შიგნით არის თვითონ ტექსტში რა თქმა უნდა ზედა უпростоრად მსუბუქად ყოფილიყო ეს ყველაფერი და სიმსუბუქე დაგვიჭირა რადგან ეს სიმსუბუქე თავის დაუნებურად შემდგომ დააფიქრებდა მაყურებელს და ამ სიმძიმეს გამოხატავდა თუ მასში რაიმე სიმძიმე არის მე არ ვწამს ღმერთს თუმცა ჩემში ყველაფერი მზად არის იმისთვის რომ წამდეს მე არ ვწამს ღმერთის მაგრამ მინდა წამდეს მე არ ვწამს ღმერთის თუმცა უბედნიერესი ვიქნებოდი სტუმართან საუბრისას ათეისტ ფროიდს ეჭვები იპყრობს და რაღაც მომენტში ღმერთის არსებობას იჯერებს. არის ჭიდილი. როგორც ყველა ათეისტთან, ყველასთან შეიძლება არა, მაგრამ არ ამგონია რომ ადამიანს საერთოდ წამი არ კონდეს ან წუთი ან საათი, თუნდაც მარტო რო დარჩება, არ კონდეს სურვილი თუ რა დავარქვათ ამას, მისწრაფება იქითკენ რომ ღმერთს მიუახლოვდეს რაღაცნაირად. ან ღმერთი იპოვოს თავის თავში. აი ისე პატარა ბიჭი. ისე ვჭირდება მამა. იმიტომ რომ ხუთი ხარ. იმიტომ რომ დევნია, იმიტომ რომ შენი ქალიშვილი დააკავეს და შენთან მოსულმა უცნობმა, რომელიც მეტად ბუნდოვნად გესაუბრებოდა, თავისი მისია შეასრულა. შენ იწუნე ის, რაც ოდესღაც უარყავი შენ. ასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამს. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი ღამეა შვილს უპატიმრებენ. და ადამიანები ხო იცით როგორ ვართ, როცა ძალიან გვიჭირს, მაშინ გვახსენდება ხოლმე ღმერთი. ეს ჩემთვის არ ვიცი მაყურებლისთვის როგორ იკითხება, მაგრამ მე ამას როგორც ხილვას ამ კაცისას აი ესე უყურებ. როგორც სიზმარს, ხილვას გამოეცხადა ჭკვიანი ადამიანი შეიძლება დაესიზმრა კიდეც, იცით? თუ მართლა ასე ფიქრობთ, ხელს რატომ კრავთ და რატომ უარყოფთ? საშიშია. საშიში? ვისთვის ან ვისთვის? ჭეშმარიტებისთვის. ჭეშმარიტება საკმაოდ მკაცრი ბრძანებელია. დიახ. კაცრი ბრძანებელია. დაუკმაყოფილებელიც არის. მას ეშინია რომ რწმენა მის გონებას მოადუნებს და ჭეშმარიტებას ვერ დაადგენს, იმიტომ რომ ყველა მეცნიერი ჭეშმარიტებისკენ მიდის და ჭეშმარიტებას ეძებს და ამტკიცებს კიდეც. გენიოსები ამტკიცებენ და აღმოაჩენენ ხოლმე. მაგრამ ეს გენიოსები შემდეგ ეს აღარ მახსოვს რომ მე მგონი აინშტაინმა თქვა რომ აი ხედავ ამ ყველაფერს ამ წყლის ფორმულას ხო წყალს რო სვამრებ მაგრამ რო იმ ჭიქის ბოლოს ღმერთი ჩავს მაინც იმიტომ რომ ეს იკითხება ფროიდის ცხოვრებაშიც რთული საკითხია ძალიან მე მგონი რომ ის ერთ-ერთი როგორ გითხრათ, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვცდილობდი გამეკეთებინა, რომ თავისი ღმერთი მას ყავს. თავის ტვინში, გულში, ყველაფერში, იმიტომ რომ ის პრინციპში კარგი კაცია. ბატონო ვერსი, ადამიანი ერთ გრძელ ბნელ გვირაბში ცხოვრობს.
მას ხელში მხოლოდ მისივე შექმნილი ჭირაღდანი უნათებს გზას, მანიცის რომ ეს ჭირაღდანი აგრეთვეა ჩამოყრება და ისიც იცის რომ იქ გვირაბის ბოლოს ერთი კარია რომელიც გაიღება და სინათლეში გადავა. გიხრეთ ხო? ათეისტებისთვის ეს კარი არ არსებობს. არა. ამიტომაც ისინი როცა კედელზე ჯახებიან, უფრო ტკივად. როცა ბავშვს კარგავენ, უფრო დიდ სიცარიელეს განიცდიან. როცა პატიოსნად ცხოვრობენ, უფრო უჭირთ, მაგრამ მაინც ცხოვრობენ. იციან რომ უკუნი ღამე გაუვალია, მაგრამ მაინც წინ მიდიან. ამიტომაც ტკივილი უფრო ტკივლეული ხდება და ეს შიში უფრო საშიში და სიკვდილი კიდე გარდაუვალი. რომ ხელა ტკივილია თვითონ იმ სიტყვებში. მე არ ვიცი როგორ მოვიტანე მაყურებლამდე, მაგრამ რამ ხელა ტკივილია რთული საკითხია ძალიან. ძალიან რთული. აი ეს კითხვა დასვა მე მგონი პიესის ავტორმაც და მე მგონი დამდგმელებმაც ეს კითხვა დასვეს, ჩამოკიდეს, რომ საით მივდივართ ჩვენ, იმიტომ რომ აქ არის პრინციპში ათეისტსა და რწმენის მქადაგებელს შორის კამათი. ძალიან სერიოზული კამათი. სანტა მოვიდა ეს ოვი! იდუმალი უცნობი მიიღო ღმერთად და პასუხი მოთხოვა ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც ადამიანი შედის. ბრალსდებს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვაში. ღმერთის პასუხი ძალიან უბრალო და მარტივია. ადამიანებს შეფირდნენ რომ ისინი ყველაფერს გაიგებენ, ყველაფერს მიხვდებიან, მაგრამ ეს გონება შუაგზაში გტოვებს, ვეღარ გეწევა. 300 წელს რომ გავიდეს, ვერასოდეს შევწვდები. ვარსკვლავთა იდუმალებას, მაინც არ? ამ დროს ღმერთი როდესაც აქ დგას და უსმენს, თავში ფიქრი აქვს, რომ რატომ უნდა ამოხსნა? სხვა საქმე არ გაქვს იმის გარდა, რომ ამოხსნა ვარსკვლავთა იდუმალება. და შემდეგ, როდესაც პრეტენზიას გამოხატოს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული შენი არის ზღვარდადებული გონებაო. ზღვარდადებული აქვთ გონება. ზღვარდადებული გონება გვაქვს ყველას, ფროიცაც მათ შორის. და ზღვარდადებული გონებით რამდენ ცუცს ვაკეთებ და რამდენ სიბინძურეს ჩავდივართ ზოგადად. და ჩვენ გონებას რო ზღვარი არ ედოს, ჩვენ რას ვიზამთ? არ დაეხმარებით? არა. რატო? ადამიანი ხომ თავისუფალი არსება. ბოროტებისთვისაც თავისუფალი. როგორც ბოროტებისთვის, ასევე სიკეთისთვის. თავისუფლების არსიც ხომ ამაშია. შეიძლება ცინიზმი იყოს, მაგრამ ლოგიკურია. ადამიანი არის თავისუფალი არსება ბოროტებისთვისაც და სიკეთისთვისაც. ასე რომ ღმერთმა მიცამაც ხელი, ფეხი და თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ადამიანი არის თავისუფალი არსება. ჩვენ ხომ ისე მოვიქცევით როგორც ჩვენ გვინდა. საბოლოო ჯამში აი უცბად ყველაფერი გადავყაროთ გვერდზე, რაც აქამდე გვისწავლია, დაუშვათ რაც ის ყველაფერი, რითაც დღეს ვცხოვრობთ, ხო? ეს არის რაღაცა ჩაკეტილობა, კომპლექსები, შიში და ასე. ეს ყველაფერი ერთ წამში რომ მოვიშოროთ, რა გავხდებით ჩვენ? რა ვიქნებით? ვიქნებით ისეთ თავისუფალი ადამიანები, რომელსაც ყოველ შემთხვევაში კანონს თუ არ გაცდები, არავინ ამისათვის არაფერს პასუხს არ მოგთხოვს, ხო? აქ, მიწიერ ცხოვრებაში, აქ. მაგრამ არსებობს კიდე რაღაც, რაც და ამას სინდისი ქვია, რაც ყველას გვაქვს შიგნით. და ეს სინდისი მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაგვიჭიროს ჩვენ რაღაცეებში. რომ არ გააკეთო ის, დაუშვათ, რაც ადამიანიდან ცხოველად გაქცევს. თუმცა ის თავისუფლება ღმერთმა მოგცა. ღმერთი კი უთუოდ ასე გიპასუხებდა. ჩემსავით მომავლის ჭვრეტა რომ შეგეძლოს. გაცილებით
ვარძლიანი იქნებოდი. მაგრამ მაშინ ამ აგრესიას კონკრეტული ადრესატი ეყოლებოდა. ჩემსავით შორს რომ მიყურებოდი, ხომ დაინახავდი, რომ ეს საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საუკუნეა ადამიანის აღსაუბრობაში. მას ადამიანის საუკუნესაც კი დაარქმევ. მაგრამ სინამდვილეში ათასი ჭირის საუკუნე უფრო იქნება. და ზუსტად ამიტომაც არსებობს ქვეყანაზე სიკეთე და ვოროტება. იმიტომ რომ ადამიანმა ზოგმა ადამიანმა გაჩნდა იქით ჰიტლერი, მე სტალინსაც მივაწერდი იგივე რიცხვს, ჩემთვის დიდად არ განსხვავდებიან. ხო, მით უმეტეს ახლა, ღმერთის სახელით კიდე რეები აკეთეს დაუშვათ. ეს კიდე რაღაცა წარმოუდგენელია, ეს ცალკე პიესის, ცალკე პიესა შეიძლება ამას დაიწეროს და დაიდგას, ხო, სპექტაკლი, მაგრამ თავისუფლება გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლება. თავარია ის რაღაცა პატარა წერტილი, რომელსაც ინდიცი ქვია. აი ეს პატარა წერტილი რაღაცნაირად გვაკონტროლებს. იქნებ ის არის ღმერთი. ადამიანს ეს სიგიჟე, ეს არასოდეს არ ავარდნია თავში როგორც ამ საუკუნეში. თქვენ იცით რა სიზამთრე? ბუნების მბრძანებლები დააბინძურებთ მიწას და შავი ღრუბლებით შემოსავთ ზეცას. ტოტალიტარიზმს შექმნით, სოფლიოს შეაზანზარებთ. მე იცით რა სიზამთრე გიმოფროით? სიკვდილი და ავადმყოფობა ისე შეგაშინებთ, რომ მზად იქნებით ნებისმიერ ფასად იცოცხლოთ. იცხოვოთ. რა იცხოვოთ? თქვენ იქნებით ნებისმიერ ფასად მზად, რომ იცოცხლოთ და არა იცხოვოთ. და შემდეგ აი ამ წამლებისგან გაბრუებულები სათბურში გამოყვანილ ბოსტნეულებს დაემსგავსებთ. და რადგან ღმერთი აღარ გეყოლებათ, თავად გახდებით სამყაროს ბრძანებლები, აი ამ ქვეყნის ბატონები. ჯერ ბედნიერებისგან ცას ეწევით, რადგან ღმერთი მოკალით. უფალი აღარ გყავთ. და რადგან ყველაფერს ერთი ფასი ექნება, ბოლოს ფასი აღარაფერს ექნება. ეს არის ის პერსონაჟი და ის სტუმარი. არის ის ტიპი, რომელთან საუბარიც ღირს, რომელთან განსჯაც ღირს, რომელთან ამათიც ღირს და პატივისმცემელია. ბოლოს სიტყვები ძალიან კარგია. არ წახვიდეთო და უნდა წავიდეო. გესვრით? გახსოვთ. ერთი ტყვია, ერთი სიცოცხლე. მე ჯერ რომ თქვენ ხო იყიდება კითხვის ნიშანი. ანუ რას ნიშნავს ეს? აი ეს ბოლო რეპლიკა რას ნიშნავს? მე მჯერა რომ თქვენ მე ვერ მოგყავთ. და მის შვილთან როცა შემოდის გასროლის შემდეგ მის შვილი ავაცილე ის რჩება თავისი მოძღვრების, ასე ვთქვათ, დამცველად. აი ეს არის მთელი ამბავი. ღმერთი თვითონ მისივე სამყაროს გამო გაკვირვებული დარჩებოდა. გესმით? რომ გადმოეხედა, გაკვირვებული დარჩებოდა. და თუ ის მაინც არსებობს, მისი სიტყვა და მისი სახელია სატანა. თავიდან დავიწყეთ ჩვენი თარგმნა, თუმცა იმიტომ რომ ფიზიკურად ეს პიესა ვერ აღმოაჩინეთ. მე იყო სხვა ვერსიაც კიდე რაღაცნაირად ჩვენ თვითონ შევაკოწიწეთ, ისე რომ არ წერია სამწუხაროდ თარგმანი ვისია და ვერ გავარკვიე და ამას ვცდილობდი რომ გაგვერკვია, თუმცა ბოდიშს ვუხდი. ვინც თარგმნა არ ვიცი, მე ვეძებ. მართლა ვეძებ და თუ გამოჩნდება ძალიან გაგვიხარდება. მაგრამ ეს რაღაცნაირად პრინციპში არის ნახევრად ჩვენი თარგმანი, ნახევრად გამომოვიყენეთ უკვე არსებული თარგმანი და ესე რაღაცა ესე შეკოწიწდა ეს პიესა.
ამ სამყაროს ცრემლისთვის, როცა მთელი სამყარო ცრემლს გვირს, როცა ჩემი შვილი გესტაპოს ყავს გამოწვეული, თუმე ვერ ყოფილა ღმერთის სიმაღლეზე მდგარი ღმერთი, თუ ის მაინც არსებობს, ის მხოლოდ ერთი უარგისი ჰიპოთეზაა. საერთოდ სრულად რო ვთქვა პიესამ რა გააჩინა ჩვენში, ალბათ ისევ დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე ის პატარ-პატარა პროტესტები, რაც კოკოს ჰქონდა, რაც მე მქონდა, გააერთიანა და ამ საერთო პროტესტებიდან გამომდინარე რაღაც კონკრეტული რაღაც შევქმნით ამ სპექტაკლის სახით და იმედია ეს მაყურებლამდე მივიდა და მაყურებლისთვის გასაგები გახდა, რაც ყველაზე მთავარი იყო ჩვენთვის. თუნდაც ის, რასაც ფროიდი ებრძვის, ხო, მთელი პიესის განმავლობაში, ერთ-ერთი ხაზი ეს არის. დატოვოს თავის ქვეყანა გაჭირვებაში და სხვაგან ბედნიერად იცხოვროს, ბედნიერად გულისხმობ, ის ტკივილი მუდამ გაყვება, მაგრამ სხვაგან შეძლებს ცხოვრებას. სხვაგან მეტად დააფასებენ მას, მის სამუშაოს. დათმოს ეს ყველაფერი ქვეყანა ამის საპირწონედ, თუ არ დათმოს და იყოს აქ. არ ვიცი, ეს კითხვა სხვათა შორის პასუხგაუცემელია. მე ახლა აი ამ კონკრეტულ მომენტში ვარ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მინდა რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო და იმისათვის რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო, ვაკეთებ ყველაფერს. ოღონდ ვაკეთებ ყველაფერს ახლა, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში გავაკეთო. შესაბამისად, ამ პიესაში ძალიან ბევრი კითხვა არის, ბევრი ამოცანა არის, რაც ამოხსნას საჭიროებს. ხო, მე მგონი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო. ალბათ. მე აქ კიდე ერთი რამ დავინახე. აქ არის თაობებს შორის კამათიც, იმიტომ რომ ეს პერსონაჟი ახალგაზრდა, ანუ სტუმარი. სულ მგონია რომ კოკომ და რატიმ ასაერად თავისი თავი წარმოიდგინეს ამ ახალგაზრდა სტუმარში, რომელიც ელაპარაკება მამების თაობას. შეიძლება ქვეცნობიერათაც კი მათ აი ამიტომ დადგეს ეს სპექტაკლი, ეს სათქმელი დევს შიგნით. რო კითხოთ, შეიძლება თქვან ერთმას და მეორემას, რომ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია და მაგრამ არსებობს ეს ბრძოლა, მამაშვილის ბრძოლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მარადიულია და ეს არის აქ, იმიტომ რომ მე გარკვეულწილად ჩემს შვილს ველაპარაკებ. შემდეგ ერთ საღამოს ერთ ახალგაზრდა ხმაწულს ეჭვი შეიპყრობს და ირგვლივ მყოფ მოწიფულ კაცებს კითხავს. მითხარით, რა არის ცხოვრების აზრი? პასუხს ვერავინ ვერ გასცემს. და ამის მიზეზი იქნება შენ და შენის თაგვი. ძალიან ჭკვიანი ბრძანდა. და